მიბჯენით გვესროლეს რეზინის ტყვიები ერთი ფეხში მომხვდა, მეორე თავში მომხვდა და ამან დამიცვა და ეს გახრიდა. საგამოძიებაში დაგვიბარეს და ჩვენ მაგისტრ მოსამართლესთან მოვითხოვეთ შეხვედრა და ვიყავით სასამართლოში, იქ გამოვიკითხეთ და გვეკითხებოდნენ, ამოვიცნობდით თუ არა. თვითონ იცოდნენ კარგად, ვინ ყავდათ მაგ დღეს აქ გამოგზავნილი, რამდენი ადამიანი იყო სიტყვაზე 20-ეული და იმ 20-ეულიდან შეუძლიათ ნახონ ვინ ისროდა იმ რეზინის ტყვიებს. ყველა ხო არ იცვრის. არავინ არ დასჯილა? არა, იმის შემდეგ უკვე არავინ არ დაუბარები ვართ. იყო შემთხვევა, როდესაც თქვენ ამოცნობა შეძელით. კი, ეგ სხვა შემთხვევა იყო. ეგეც რუსული კანონის პერიოდი იყო, 2 მაისი იყო, გმირთა მოედანზე. მე დამიჭირეს ჩემთან ერთად ტევე პირველის ახლანდელი ჟურნალისტი, ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი იყო. ამ დასაჭერ მანქანებში შეფყარეს, ბორკილები დამადეს. ერთ-ერთმა დაიძახა უკნიდან, უკანაც დაჭერილები ყავდათ. მე შედარებით წინ ვიჯექი და ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ თავი ჩაყოფინეთო და აი რომ დამაწვნენ თავზე, მაგ დროს დამიწყეს რთმა და ჩემს გვერდით შემდეგ უკვე ასევე დამკავებლად გაფორმდა ვინმე დარახველიძე 22 წლის ბიჭი იყო. სახეზე ვიცნობ, შემდეგ უკვე ეს ადამიანი მელიქიშვილზე ვნახე, როცა მათე დევიდის მხარდასაჭერი აქცია იყო, როცა მიუსაჯეს მას. და იქ უკვე შეშინებულივით იყო. აი ხა თვალწინ მიდგება მისი სახე, ამათაც ავალებენ და შესაბამისად ესენი თვითნებურად არაფერს არ აკეთებენ. ვისაც უნახავს, ვისაც გამოუცდია ეს ყველაფერი, ვიდეოებს გვიღებენ, რომ შემდეგ უფროსებს აჩვენონ. ანუ თქვენზე თავდამსხმელთან რომ მიხვედით, ის მიხვდა რომ ამოიცანით? კი, როგორ არა, თვითონაც მიცნო. ნებისმიერ დროს შემიძლია. ეხლა თუ არ იქნება გამოძიება, დარწმუნებული ვარ, მომავალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, ის აუცილებლად გამოიძიებს. მაგრამ პროცესი დავიწყოთ, მაგაზე პრობლემა არ არის.